არ სიამოვნებთ, რომ მე დღეს ასე ვსაუბრობ, საჯაროდ ვსაუბრობ, მაგრამ მე უნდა ვისაუბრო. პარასკევს. თქვენ ამბობთ, რომ თანამშრომლების მხრიდანაც გრძნობდით განსხვავებულ დამოკიდებულებას თქვენს მიმართ. პირდაპირი და გულწრფელი დიალოგი. როდესაც არ გესალმებიან, უკვე მიანიშნებს, რომ რაღაც შიგნით ასე ვთქვათ მზადდება. მესიჯი წავიკითხე, რომ ღირსი იყო აქციებზე დადიოდაო და ამან კიდევ ერთხელ დამიდასტურა. კახეთის ხმა წარმოგიდგენთ. გაასუფთავა უნივერსიტეტი ყველა იმ ადამიანისგან, ვინც პოლიტიკურად სხვანაირად აზროვნებდა, ახმას იმაღლებდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. თქვენ უნდა გესმოდეთ ხალხის ხმა. დღესაც მიმაჩნია საქართველოს მომავალი არის ევროპაში. ოფიციალურად რა განმარტება მიიღეთ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის? რომ პროექტებიდან გამთიშეს, წარმრთავდნენ ტრენინგებში, თავს არიდებდნენ ჩემთან ურთიერთობას. არსად საუბრობენ ისე როგორც აქ. დღეს მათ არ აქვთ უფლება თანაგრძნობა გამოხატონ, ვერ გამოხატავენ, ვერ ბედავენ და ჩუმი შეთქმულება, ასე ვთქვათ, მზადდება. აქ მხოლოდ თამამი ადამიანები მოდიან. რომ მაქვს ეს გულისტკენა, ასე ვთქვათ, ბრაზიც მაქვს, კი, ბრაზიც და დამცირებულადაც ვგრძნობ და შიშის განცდაც მაქვს, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ გული გამითბა თქვენი პოსტის კომენტარები რო ვნახე, იმდენი ადამიანი გიცხადებდათ სოლიდარობას. შეიძლება ეს ძალიან წვრილმანია, მაგრამ Facebook-ის მეგობრებიდან, როდესაც წაგშლის უკვე ხვდები, რომ წვრილმანი აღარ არის. მოულოდნელი შეკითხვა. ინტერვიუ პროფესორ თამარ მიქელაძესთან, პარასკევს, კახეთის ხმაზე.